შეიძლება რომ გაგესაუბროთ აი კულტურის სამინისტროში ვრეკავ. და მიიღეთ რამე პასუხი ხე კულტურის სამინისტროში. არა ვრეკავ, ჯერ ვერ დავადგინეთ ministris ტელეფონის ნომერი. რა უნდა უთხრათ ეხლა კულტურის რა არის თქვენი გზა? ეს არის მისი პრეროგატივა, რომ გაათავისუფლოს თანამდებობიდან, თუ ესე არ მოხდება, ცხადია უკვე ჩვენ ბატონ თამაზაშვილს მივმართავთ. ან თქვენ აღარ აპირებთ რომ ითანამშრომლოთ კულტურის კანთარიასთან? აი ეხლა ჩვენ რაღაცა ფიცის მაგვარი დავდეთ თუ ის ადამიანები, ვინც აქავართ გამოვაცხადებთ დაუმორჩილებლობას, რომ არ მოხდეს ცალკეული ადამიანების დასჯა, ეს ძალიან კარგად გამოსდის მას. აი ხა მაკაშალიკაშვილი გვიყვებოდა რომ არ დასწალდაო, მას არ ეცალეს საშუალებაო. აი დასის წევრი ვარ ბათუმის დრამატული თეატრის. სამწუხაროდ მე მას არ. ხო, ჩვენ არ ვისწრებთ ამ შეხვედრას, გითხრათ რომ შეხვედრა დახურულია. მიეცა მას საშუალება რომ გამოიხატა თავისი აზრები ნუკრი კანთარიას. არ მისცეს საშუალებაო რომ ელაპარაკაო. ახლა მე გეტყვით მაშინ, როცა ესეთი ამბავი ხდება 7 დღის წინ დავკრძალეთ ოთი. 7 დღის წინ და ჩვენ ამ სტრესიდან გამოსულები არა ვარ და სადღაც დამშვიდდება უკვე აბსოლუტურად სხვა ხერხებს მიმართავთ. ჩვენ ვიყავით ძალიან გაღიზიანებულები, შემოვიდა სამხატვრო ხელმძღვანელი დირექტორი რაც ქვია და საბრალოდ დაიწყო ადამიანების შეგმა, რომ ის აპირებს გასტროლებს. გასტროლზე დაიწყო ლაპარაკი. ანუ უთხრეთამაძე არც უხსენებია მას, ხო? არა და როცა ავთო მუთხრა რომ ბატონო ავთო მუთხრა რომ ჩვენ არა გაჩერდიო მაგაზე მე დავილაპარაკე. მე სახში ილაპარაკოს ცოლთან. მე ესე ვფიქრობ. ცოლს მოუყვეს 500 როგორი ბიჭი იყო. დანარჩენი ჩვენ არ გვანდა. ეხლა თქვენ შევთანხმდით დასის წევრები უმრავლესობა, რომ უმრავლესობა შევთანხმდით, გაჩნია ვინ კიდე, ეს არის უფროსი თაობა, მეც არა ვარ პატარა გოგო, ესე ვთქვათ და შევთანხმდით, რომ ბაცხადებთ დაუმორჩილებლობას. რაც რამდენი წევრი უჭერს ამას მხარს? იცით რა, ესე არ გითხრით თავს. იცით რა, ვიღაცა ვერ ამბობს, იმიტომ რომ ამ კაცზე შეიქმნა რაღაცა ესეთი საბჭოება რომ ბაყბაყდელია თუ ძლეთამძლია თუ ჩვენ ამას ვერ გავარ. რატომ? იმიტომ რომ ოცნებასთან დაკავშირებული პირია და ოცნების პარლამენტის წევრი იყო. რა, ოცნებას ზდომებოდა, იქ დაიტოვებდა. არა, შეიძლება სპეციალურად გამოუშვა თეატრში, რომ სახლებები რთული ხალხია, ხშირად გამოხატავენ პროტესტს, აგერ ახლაც გაიფიცეთ. და შეიძლება უნდა ჩაიხშო პროტესტი, ამიტომაც გამოუშვეს. არ მგონია, ეს ძალიან ბევრი იძახის რომ რაღაც პოლიტიკურ ნიადაგზე რომ 2000-თან არ მოვიდა სპეციალურად, მაშინ ფსიქიურად ავადმყოფი უნდა იყოს და ეგეთი არ არის, მან ძალიან ზუსტად იცის რასაც. მაშინ რატომ არ გამოხატებდა ეს სამძიმარი? ის დიქტატორი უბრალოდ, აი მე ასე ვიზავ და ცოტა ვერ ვიჯერებ სიმართლე გითხრა როგორ შეიძლება კანთარიები ჩემზე ესე იფიქროს. რომ აქ ბათუმშია სადღაც ჩამოსული და აი ყველაფერი მოსულა მისთვის. აი ამას ვერ ვიჯერებ. მაგრამ აი ამბობენ რომ რაღაცა მისი მცდელობები აქვს. რომ გონია რომ პროვინციაშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ დღეს გაიგო ესეა. ხო, ეს დანიშნა აჭარის კულტურის მინისტრმა, როგორც ვიცი. არა, ცხადია. არა, მე როგორც ვიცი რიჟვაძე. ის წარმოადგენს შემდეგ ნიშნავს უკვე აჭარის თავობა. ის წარადგენს და მე ნიშნავს ქალბატონმა მაიამ ხო, მაია ხაჯიშვილი. ან თქვენ ახლა აპირებთ რომ მიმართოთ საქართველოს მთავრობას რომ გადააყენონ მთავრობას არ ვიცი აჭარის. ჩვენ იცით რა ჩვენ თეატრი არც კულტურის სამინისტროს ექვემდებარება, ჩვენი კულტურის სამინისტრო ვიცით ალბათ, ხო? და ასევე მე შეიძლება არასწორად ვთქვა, მთავრობის ხელმძღვანელი. აი ორი ინსტანცია უნდა გავიაროთ ეხლა კულტურის მინისტრთან, თვითი ტელეფონი მითხარით ძალიან ფოტიციდელისოს ნომერი. არა. იქნებ ვინმე მომაწოდოთ. ან თქვენ აპირებთ რომ წერილობითაც მიმართოთ. არა, ჯერ უნდა დავურეკო, ან ჩვენ მიგვიღოს, ან თვითონ მოგბრძანდეს, რომ გარეთ გასვლა არ დაგჭირდეს, იმიტომ რომ ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ ეს არ ვფიქრობ. გარეთ გასვლაში გულისხმობთ საპროტესტო აქციას. ანუ აღარ აპირებთ რომ ნუკრი კანთარიას ხელმძღვანელობით თქვენ ითამაშოთ რაიმე როლი. არა მარტო მე. მე ესეც ამბობ, მე 3 წელი ამ კაცთან არ თანამშრომლობ. მე საუბრობ ადამიანებზე, რომლებიც დაკავებულები არიან და წვალობენ 3 წელი. რატო წვალობენ, როგორ წვალობენ, ამას ყველაფერს ჩვენ ვიტყვით. ესე მანამდე რა ხდებოდა ასე, როგორი ხელმძღვანელი იყო ნუკრი კანთარია, ვიდრე ოთარ ქათამაძის ეს უბედური და ტრაგიკული შემთხვევა მოხდებოდა. როგორი იყო მისი რეაქციები დასის განწყობილებას, როცა თქვა გაიფიცა დასი პროევროპული საპროტესტო აქციების გამო, მათ შორის დასაჯა ოთარ ქათამაძე. არა მარტო, კი ბატონო. ყველანი დაგვსაჯა, პრემიები არ მოგცა, რაღაცებს იყენებს, იცით, აქ რაშია იცი საქმე. პირველივე დღიდან აი ეს კაცი როცა მოვიდა, უპრეცედენტო ხელფასი, როგორც თულასაც რო არა აქვს ისეთი. სამინისტრო მთავრობამ გამოიყო მანქანა საწვა.
გადატიხრა კაბინეტი, სამხატვრო ხელმძღვანელის კაბინეტი და გადატეხა დაისვა მდივანი და აი ესე იძახებს მდივანს ზარით. ხდებით, აი ეს ყველაფერი, აი მაშინ შეცდით მე გასაშინდელოს მე მაშინ ამბობდა პროტესტი. მე არ მითანამშრომლია მასთან, მთელი ამ ხნის განმავლობაში არც ერთხელ ან არც სპექტაკლებში ვის საფოტო ხელმძღვანელობით არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ ბოლოს დამაკავა და თვითონ მიხვდა, რომ ჩემთან როგორც ხელოვანთან ვერ გააგრძელებდა ურთიერთობას, იმიტომ ჩემს შეკითხვებზე მას პასუხი არ აქვს. ჩემს აქტიურობას ის ვერ აიტანდა. ეს ესე, მაგრამ უცნაური ის არის, რომ მომხსნად არ დამსაჯა და მე მივედი მას და მადლობაც კი ვუხარი, რომ პირველად გამოიჩინა ადამიანობა. არ დასაჯა ვიღაცა. და ეს ვიყავი მე და ამისთვის მადლობაც კი ვუხარი. რაღაცა თითქოს მოტბა ჩვენი ურთიერთობა და ეხლა უთიას თემა მე აი და ამას აღიქვამთ, რომ ეს პერსონალურად ნუგრი ქანთარიას გადაწყვეტილებებია თუ ეს არის ერთიანად რაღაც ქართული ოცნების ჯერ კიდევ წუნკენი როცა იყო კულტურის მინისტრი მიდგომა რომ აი პროტესტი ჩაახშონ თეატრში და აღარ ისმოდეს პროტესტის ხმა თეატრიდან. თუ ფაქტია რომ ისმოდა ძალიან ძლიერი ხმა ისმოდა თეატრიდან, ხო? ბათუმის თეატრიდან, სხვა თეატრიდან. და შეიძლება ამის სრული აქ ძალიან ბუნებრივად, ხო? ქართული ოცნებას რომ ჩაახშოს ეს პროტესტი. ან არ ფიქრობთ რომ ეს ამას უკავშირდება ქართული ოცნების პოლიტიკის გამხმოვანებელია ნუგრი ქანთარია და ისა პოლიტიკას ატარებს თეატრი. ცდილობს თუ საქართველოს ესე უყარ როგორიც არის ამ კაცის რეპერტუარი უგემოვნო ქართული ნუ შეაძულებენ ახალგაზრდებს საქართველოს და საქართველოს მეც ჩემზე მეტად არ უყვარს ზუსტად ვიცი ოღონდ მე ვიცი რა სიმებით უნდა შევეხო საქართველოს თემებს რომ ახალგაზრდამდე მიტანოს და თვალი გული არსად არ გაექცეს ისევ აქ მოვიყავი არ გაგიქცე აი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო კაცი, რომელსაც ეს არ შეეძლო.